საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა უბრალოდ გზაში ვარ და მოკლე ლაივი მინდა შემოგთავაზოთ. უბრალოდ გადავეყარე სოციალურ ქსელში და ქართულ ინტერნეტში მოვლენებს, ქართულ სოციალურ სივრცეში, რაც საქართველოში ხდება. რაც საქართველოში ხდება, ჩემო კარგებო, ჩვენ ხო განსაკუთრებული ერი ვართ და სპეციფიკური ერი ვართ, რომ სხვაგან ეს არ მოხდება და ნამდვილად არ მომხდა რა მსგავსი რაღაცეები. და მოსამართლეებს თურმე მიუვარდნენ თურმე უსამართლობის გამო ნაციონალური მოძრაობის თუ რა ვიცი ეგ შიგ ევროპული უკნიდან განათლებული ხალხი თურმე და წევიან, კევიან და ჩხივიან თურმე და აპროტესტებენ და მოსამართლეებს კვერცხებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ. მოკლედ რა გითხრათ იცით? აი არა საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ სახელმწიფოს არ წარმოადგენთ. ამიტომ ეს არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არის დანაშაულებრივი სინდიკატების ხელში მართული, ამიტომ როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე არის ნაგავი. და ეს ნაგავი დუხს. ეს დუხს. ეს ახალი ამბავი არა. ვერც ერთ მხარეზე ვერ იტყვი, რომ კარგია. ვერც ერთ მხარეზე ვერ იტყვი, რომ სწორია და რატო იცით? იმიტომ რომ ეს მოსამართლეები, რომელი მოსამართლეებით ქოცებმა უადოდ გაამწესეს. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შედეგად იყვნენ სათითაულოდ იყო ყველა შესატანი აბსოლუტური უმრავლესობა, არც 1-2 პატიოსანი შეიძლება იქაც იყო, მაგრამ ცოტა ნაკლებად მგონია მე ვერ ვიხსენებ მსგავს ანალოგიას. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული რეპრესიული მანქანა, რომელმაც 1999 წლიდან დაიწყო ეს სააკაშვილმა დაიწყო მათი რეფორმა და შემდეგ 2003-4 წლიდან ჩამოყალიბდა ეს კასტა, რომელმაც საბჭოთა ტროიკას გაუსწრო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში და გამოიტანა 99.7 გამამტყუნებელი განაჩენები საქართველოში. საქართველოს სახელით, საერთოდ სასამართლოს განაჩენი ქვეყნის სახელით გამოაქვს, ანუ თქვენი სახელით, ჩემი სახელით და ყველა სახელით. ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს 300,000 ადამიანი. 300,000 ადამიანი და ამ მოსამართლეების დამსახურება იყო, რომ ხალხს ესჯებოდა კოლოსალური სასჯელები. ეს ზოგი 60 წელი იყო, ზოგი 90 წელი იყო და ასე შემდეგ. უსამართლობის განსახიერება იყო. ეს არის სულ აძაღლებული პალიკო კუბლაშვილი და მისი ძმა ტყიბულელი ნაცები, ამათი რეფორმირებული შიგევროპული სასამართლო. რასაც სამწუხაროდ მაშინდელი ევროპა ვერ ხედავდა და ამერიკა ვერ ხედავდა და დასავლეთის და ევროპის და სიტყვის თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გვიკიჟინებდნენ და გვიჩიჩინებდნენ და დემოკრატიის შუქურას უძახოდნენ. სასამართლოს, ქართულ სასამართლოს და რეფორმირებულ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა 99.7 გამამტყუნებელი განაჩენები და ახალგაზრდა ბიჭებს ახლა რო წევიან და კევიან ვიღაცა ჟღვინტიანი ლაწირაკებს რო ესა რა ქვია, მართლა დამსახურებულად რო ყრიან იქ. ეკუთვნით და იმიტომ რომ როდესაც გამოხვალ და დაიწყებ ჩეგევარობას და ხელის აღმართვას ბჭყალებში ლიბერალურ ჩეგევარობას, უნდა იცოდე, რომ აქეთ რო კითხოს კაცმა კანონზე და სამართალზე ლაპარაკობ, მოგიწევს იქ შესვლა. სადაც უსამართლოდ გამოიარა 10,000-ობით ქართველმა ის ციხე. აი ამ მოსამართლეების გაკეთებულია და როდესაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილმა, აი ეს არის უსინდისო, უნამუსო პიროვნება, რომელმაც ქართული სასამართლო აქცია უსამართლობის სიმბოლოდ და 300,000 ადამიანი, რომელიც გასამართლებული იქნა, იქ დანაშაუებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი უდანაშაულო ადამიანი ამ ხალხს უთხრა ესეთი რაღაცა, რომ მოსამართლებიო და პალიკო კუბლაშვილიო სხვერპლი იყო და თქვენო ის ხალხი იმდენი ნაწამები სულ ამოხდილი უსამართლო სასჯელებით ჯერ მარტო 70 და 80 წელს რომ მოგიშიან გულს ისე გაგიხეთქავს ადამიანს და მთელი ქართველი საჯიში ბიჭები ამოალპეს ციხეში რას უშვებოდნენ, ეს კიდე ცალკე საკითხი იყო და აბა ერთი გამოსულიყო ვინმე და როდესაც ახლა ვინც ამ
მოსამართლეებს კვერცხებს ესვრის, მაშინ ეთქვა ვინმეს მოსამართლეზე რამე, მოსამართლეზე თავდასხმა, ეს როგორ შეიძლება დემოკრატია. ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ ისე აი მეორე მხარეს ეს დღეს ჟურნალ ბათუმელების ის დაუჭერიათ კიდე ხელმძღვანელი ულტრალიბერასტური ის. კი, მაგრამ ახლა რა მინდა გკითხოთ, იცით? ესეც შიგ ევროპული კულტურაა მოსამართლეებზე თავდასხმა? მოგწონთ თუ არ მოგწონთ გადაწყვეტილება, არსებობს სამართლებრივი საკითხები და ეს თქვენ შიგ უკნიდან განათლებულ ევროპელ მფარველებს მოწონთ ეს? თუ არ მოგწონთ თქვენ მოსამართლის გადაწყვეტილება, ამისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო და თქვენთვის საყვარელი სტრასბურგის სასამართლო. ასე ეუბნებოდით თქვენ ხალხს, რომელსაც 60-70 წელს უსჯიდით საქართველოში და თქვენ არ უნდა გაიაროთ? რა თქმა უნდა, ამათმა არ უნდა გაიარო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამათ შეუძლიათ ბათუმელების ჟურნალისტმა, ახლა მაინც რა ხართ ბიჭო, ეს ქალები, მაინც რა დღეში ხართ? თქვენ შობელძაღლებო, რა ვერ გიხმარათ თქვენმა პატრონმა ასე აღვირახსნილები რო ხართ. პოლიციელზე იწევა უკვე ხელი, დასამბავები არიან შობელძაღლები, ჯაჭვით, ორი ჯაჭვით დაამბით, ბიჭო, თორა გამწარებული ქალებით დააქცევენ ამ ქვეყანას. ხო და გამოხტენ ახლა და წივიან, კივიან და ამაშვებიან და იმაშვებიან. ძალიან კარგია, იცით? ეს არის ძალიან კარგი. იდეალური ფაქტია. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ ესე იქნება, ისე იქნება, არაფერი არ იქნება, სანამ ეს ორი ნაგავი ძალა ერთმანეთს არ შეჭამს. სანამ ერთმანეთს არ შეჭამს, აი იქ ზარქუას თურმე აბუდაბში თუ სადღაც ემირატებში მივარდნია ვიღაცა პროვოკატორი და იქ ძველბიჭური პოსტი გამოაქვეყნა, პანღურია მოგარტყიო და შარვალი თუ გაგეხაო, გაგიკერო. ჯიგარ, ახლა ძველბიჭური ენით დაიწყე პროკურორის პარლამენტარმა ლაპარაკი? კი, მაგრამ თქვენ არ დააფარეთ ამ ნაციონალურ მოძრაობას ხელი ამ 12 წლის მანძილზე? თქვენ არ გახადეთ ეს მოსამართლეები? სამუდამოდ თქვენ არ გაამწესეთ და როდესაც გეუბნებოდნენ ხალხი და გეუბნებოდით რომ მოაკეთებთ ამ მოსამართლობას, ნუ ჩადიხართ ამ ყველაფერს, სასამართლო რეფორმა თვითწულუკიანმა არ გაატარა და არ ამაყობდით, ხო ჩააფურთხეთ ქართველ ერთ სულში. ამიტომ ის მოსამართლეებიც, ქოცებიც, ნაცებიც, აი ღირსი ხართ, იდეალური მომენტია. აი იდეალური, აი ამას ველოდებოდი სიმართლე გითხრათ. ამას ველოდებოდი, იმიტომ რომ ამ ორ დამპალ აღროლებულ სინამდვილეში ერთ ძალას შორის არავინ გამზავებელი რო არ ჩადგება და გისურვებთ, აი ვისურვებ ეს ცოტა ნაცები. მეტი უნდა ქნათ. აბა თქვენ ახლა შეგევარობა როგორ გინდათ? მეტი უნდა ქნათ. ქოცებს სახლებში უნდა მიაკითხოთ. როგორც აკეთებთ. ვარესები უნდა უქნათ. თქვენ რა დააშავეთ? თქვენ ის დააშავეთ, ქალბატონო, რომ მე მახსოვს თქვენ განსაკუთრებით მხარს უჭერდით ქართული ოცნებას და ხო აირჩიეთ ქართული ოცნება. იმის მაგივრად, როდესაც გეუბნებოდით დანებეთ და ნუჩაერევით, იმიტომ ორივე ერთნაირი დამპალი ძალაა და თქვენ აირჩიეთ ეს ძალა და დაჯექით და უყურეთ ამ ყველაფერს. აი ეს დააშავეთ, მეტი არაფერი. პროტესტი რომ გამოგეცხადებიათ, საერთოდ საქართველოს მოსახლეობას და არ მიგეღოთ ამ მართლა უკანონო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ არ ვიქნებოდით ამ დღეში, იქნებოდა რაღაცა სხვა უბედურება, მაგრამ ამ დღეში არ ვიქნებოდით, ხო და ახლა ხო აირჩიეთ ნაცი და ქოცი. ხო ხედავთ? კარგად მახსოვს ქალბატონო, თქვენ მეუბნებოდით, რომ მე მაინც მივდივარ არჩევნებზე და ხმა უნდა მივცე ქართულ ოცნებასო, მიუხედავად ყველაფრისა. მახსოვხართ, გამომწერი ბრძანდებით და მქონია საუბარი. ახლა მე შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, მაგრამ ეს თქვენი არჩევანი არის. არ ვიცი თქვენ ვის მიეცით ხმა, მაგრამ მახსოვს რომ ამაზე კამათი მქონდა თქვენთან კაცო, კი არ გეჩხუბებით, მაგრამ ეს თქვენი არჩევანია და ხო და რა არჩევანიც გააკეთეთ? აი ამ არჩევანით გააგრძელეთ ცხოვრება. თქვენ სხვა ხათუნა ხართ, ის ალტელი ხათუნა ხართ? ხო, ბლოკი რომ მოგხსენით, ძალიან სასიამოვნოა თქვენი დაბრუნება. ბევრი გელოდებოდათ ქალბატონო ხათუნა, ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად. იმედია სხვა დროს შეურაცხყოფაზე აღარ გადმოხვდეთ. ხათუნა დაბრუნებულა ჩემო გამომწერებოდა, მიესალმეთ მას. სხვა ხათუნაში ამერიეთ უბრალოდ. ხო, ანუ რაში არის საქმე?
რაში არის საქმე? თქვენც დააშავეთ ქალბატონო ხათუნა, არ უნდა მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა თქვენც და არც თქვენ არ უნდა გეღიარებიათ საქართველოში ჩატარებული არჩევნები, იმიტომ რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება და არ უნდა გაგეპრავებიათ ის, რაც ჩვენი ქვეყნის დაქცევა, ამიტომ თქვენც გეხებათ ეს ყველაფერი, ეს დააშავეთ, იმიტომ რომ თქვენ გაუკეთეთ ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს და ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, თქვენც ზუსტად ეს დააშავეთ, რაც თქვენმა დააშავეს. გამიხარდა თქვენი გამოჩენა. ვერ შეგიცანით უცებ. ხო, აი ამაში არის საქმე ხალხო, იცით? ამიტომ ეხლა უნდა დავჯდეთ. უნდა უყუროთ, როგორ აფურთხებენ მურუსიძეს, უნდა ვნახოთ, როგორ უწყობენ პროვოკაციებს, ქოცებს, როგორ ხდება ამათი არეულობა, როგორ ხდება ამათი ლანძღვა გინება, როგორ ხდება. ეს ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო საყურებელი. ბრწყინვალე სასიამოვნო საყურებელია და ყველამ უნდა შეახსენოთ, ეს არის კოჰაბიტაცია და გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს. ქართული ოცნება, ქოცებო, გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს. იმიტომ ეს თქვენი დათესილია, რომელიც დათესილიც უკვე გაიზარდა, რომელიც მოიმკით, ეხლა უნდა ჭამოთ ეს ნაგავი. თქვენ უკეთესი ღირსი არ ახართ. და თქვენ ხო გიღირთ, რომ იყოთ ხელისუფლებაში და ოღონ დედა გაგინონ, ოღონ გაფურთხონ, ოღონ გლანძღონ, იმიტომ რომ კოჰაბიტაციის მადლია ასე და კოჰაბიტაციამ დაავალა, ხო? აი, ამიტომ მოითმინეთ რა, გაგებით მოეკიდე ეს ჯიგარს მინდა შეუთვალო რა, იმას იქ რო არის. აბუდაბში რომ მოუხდა ეს ზარქუას. ხო? ჯიგარ გაგებით მოეკიდე მაგ ყველაფერს რა, იმიტომ რომ ეგ თქვენი დამსახურებაა. აბსოლუტურად ყველა ქოცის და თქვენი მამამარჩენალის ბიძინას რომ ესეთი რაღაცები ხდება. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვინც გაანადგურა საქართველოში და რასაც დაუწყო მტრობა, ეს იყო ეროვნული ძალები და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები. ხო იყავით ჩახუტებული კობრა და მორიელი ერთმანეთთან. ხო და გააგრძელეთ ახლა ცხოვრება და ჩვენ გიყურებთ სიამოვნებით და უფრო მეტი სასიამოვნო საყურებელი იქნება, უფრო მეტი ხშირად და უფრო მეტ მრავალფეროვან პროტესტებს თუ გამოხატავთ და რა თქმა უნდა ტელეფონი არ დაგავიწყდეთ და რა თქმა უნდა გვაყურებიეთ და ჩვენ ვინც არა ვართ ნაცი და არ ვართ ქოცი დავჯდებით ქართველი ერი და დავჯდებით და გიყურებთ და ვისიამოვნებთ. აი ამ რეალიტი შოუს, რომელიც რეალიტი შოუც იქნება ნაცქოცების ბრძოლა, რომელიც იქნება გადაცემული Facebook ლაივებში, ან TikTok ლაივებში, დავჯდებით და უყურებთ. თქვენ ხო გიღირთ ასეთი ლუკმის შეტანა სახში, გლანძღავდნენ, გაგინებდნენ, გაფურთხებდნენ, ხო და ჩვენც ეს გვიხარია. ხო, აი ეგ არის. ამას არ შეიძლება სერიოზულად მოეკიდო, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის ნაგავი, რომელმაც შექმნა ეგრეთ წოდებული სასამართლო. დამნაშავე კლანი, აბსოლუტო მონა, მორჩილი, ერთი მოსამართლე არ მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს, რომელსაც ღია პროტესტი გამოეხადა ერთადერთი ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება იყო და მე არ ვიცი. ერთადერთი იყო გვარად იოსელიანი იყო ეს კაცი, რომელმაც როდესაც ხარძიანის საქმეს განიხილავდა და ღუპავდნენ ხარძიანს ნაცები, მაშინ თქვა რომ მე კაცი ვარ და ასეთ რაღაცას ვერ ვიკადრებო და გადადგა წავიდა საერთოდ მოსამართლეობიდან. არ ვიცი, მეტი არ მსმენია. სხვათა შორის რა მინდა იცი მოსამართლეებს უთხრა? აი კოლუმბიაში მაგალითად, სადაც ნარკობარონებთან და ნარკოკარტერებთან ბრძოლას 500 მოსამართლე შეეწირა. 500 მოსამართლე შეეწირა. იმიტომ რომ ციხეში გაუშვეს ნარკობარონები და ნარკოკარტერები და 500 სამოქალაქო გმირობის მაგალითი ქონდა კოლუმბიის სასამართლოს. საქართველოში ერთი გმირობის მაგალითი არ გვახსოვს მოსამართლეებიდან. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ნაგავი თავიდან ბოლომდე იმის ღირსია ასე იყოს ქუჩაში, იწივლოს, იკივლოს, ეს მოსამართლეები აბსოლუტურად ყველა ღირსი არიან. აი ესე ექცეოდეს ხალხი და ქართული ოცნებაც აი ამის ღირსი არის, ეს ხდებოდეს ქვეყანაში და მათ მიმართებაში, ზუსტად მათ მიმართებაში
მათი ოჯახის წევრების მიმართებაში და რატო იცით მე კი მესმის რომ ეს ცუდია მაგრამ რა არის იცით თქვენ არ გეცოდებოდათ სხვისი ოჯახი თქვენ არ გეცოდებოდათ სხვისი ოჯახის წევრები თქვენ არ გეცოდებოდათ ის გაუბედურებული ადამიანები რომლებიც ამათმე დაღუპეს იყავით სიამტკბილობაში კოჰაბიტაციაში ხო აი ხა რაც მოისაქმეთ ის ჭამეთ და ჩვენ დავჯდებით და უყურებთ აი ამ ყველაფერს შვენიერი საყურებელია სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ ამ ყველაფერს იმიტომ არც ნაციონალური მოძრაობა არც ქართული ოცნება და არც ტროიკას საბჭოთა ტროიკას გასწრებული სასამართლო და მოსამართლეები არ წარმოადგენთ თქვენ ქართველ ერს თქვენ ხართ ჩვეულებრივი კლანი ამიტომ კლანი თუ ერთმანეთს შეჭამს ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები სხვა არაფერი არ მაქვს სათქმელი და აფურთხეთ აგინეთ ურტყით ერთმანეთს ლანძღეთ აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენ ამაში ვიხდით ფულს გადასახადებს და აი ამ გადასახადებიდან იღებთ თქვენ ხელფას რა კაი რა ერმილე რას ქვია რა კაი რა ერმილე აბა რა ვთქვა რომელია ღირსეული ნაციონალური მოძრაობა არის ღირსეული ვინც ეს სისტემა შექმნა თუ ბიძინა ივანიშვილი და ქოცები არიან უკეთესები რომლებმაც სასამართლო რეფორმაზე ასე თქვეს რომ სასწაული რეფორმა გაატარაო და ასეთი და ასეთი იყო ყუბლაშვილიო და ასეთი იყო და მურუსიძე უვადოდ დანიშნეს ჭინჭალაძე უვადოდ დანიშნეს და სხვა ნაგვები ესენი არიან ხალხი თუ მურუსიძის ქართული სასამართლოს და ქართული სამართლის სახი არის მურუსიძე რამდენს გვაწვალებდნენ ჩვენ მე პირადად ნორმალური მოსამართლე შემხვდათ სულს ვერ ვიტყვი და პატივისცემით მოიხსენიებ იმ ქალბატონს რომელმაც მაგრამ იმდენად შავით შეთითხნილი იყო ის საქმე შავით თეთრზე ჩანდა ყველაფერი აი იძულებული გახდა რომ გავეშვი ორივე სასამართლო მოვიგე მაგრამ ესეც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაფერი გადაღებული მქონდა რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა თუ არა ასე ქონდა პირი იმას ნიანგებს ღია ქვეყანა უკვე დიდი ხანია გვეღუპება 92 წლიდან გვეღუპება ვერანაირად ამას ვერ უმკლავდება ქართული საზოგადოება არ უნდა ამ ხალხს რომ ფულის და ქონების გარეშე და რაღაცის სიკეთეების გარეშე რამეში მიიღოს მონაწილეობა იდეურად ამიტომ ერთადერთი დამატებითი რაცა აი სანახაობა არ მოგვაკლდეს ძალიან მხიარულია პოლიცია რას იზამახლა პოლიციაც ახლა ყველაზე არ ვიტყვი ბევრი მეგობარი მსახურობს და პატიოსანი და წესიერი ადამიანი მსახურობს მაგრამ პოლიციიდანაც ბევრი ცუდი მახსოვს როგორც ნაცების დროს ისე ქოცების დროს და პოლიციიდან მახსოვს მე დიდგორობის დროს დაჭერა და პოლიციელებიდან მახსოვს ბევრი უსამართლობა და უსინდისობა და რასიზმ ეს პრობესია ასე არის როდესაც შედიხარ და იცვა ამ ფორმას როდესაც იძულებული ხარ რომ რეჟიმის პოლიციელი იყო მე მქონდა ესეთი შემთხვევა როდესაც აი ამ პროტესტების გამო 27 ბიჭი იყო დაჭერილი ჩვენი ბიჭები რომელსაც ორ-ორი პოლიციელი ადგებოდა პირზე აბსოლუტურად ტყუილზე და აბსოლუტურად ტყუილზე ასამართლებდა მოსამართლე ერთადერთი ამ 54 პოლიციელიდან ერთადერთი პოლიციელი აღმოჩნდა ღირსეული და წესიერი რომელმაც თქვა მე ამ ბიჭებთან არაფერი პრობლემა არ გამაჩნია უბრალოდ დავაკავე იმის გამო რომ უარესი არ მომხდარიყო და მოსამართლე ძუკნა მოუბრუნდა და ეუბნება ესე იტყულა დაგიჭერიაო კაცო ამასო გადავცემო მეო შენ იმასო ხელმძღვანელობას და იქ გაგცემენ პასუხს აი როგორც ის ერთი კაცი იყო პოლიციაში პატიოსანი 54-დან აი ისე არის პოლიციაში საქმე და არავინ არ მეწოდება ჩემო კარგებო არავინ არ მეწოდება იმიტომ რომ მე არავის არ შევწოდებიო და უბრალო ქართველი არავის არ შეწოდებია. იდეალურ ქვეყანაზე ჩემო ძმაო არაა საუბარი. იდეალურ ქვეყანაზე არაა საუბარი. ქვეყანა რომელიც საბჭოთა ტროიკას გადაასწრებს. საბჭოთა 37 წლის ტროიკას გადაასწრებს განაჩენების გამოტანაში და მე იგივე სასამართლო დარჩება და იგივე მოსამართლეები გააგრძელებენ ცხოვრებას და იგივე სამართალწარმოება წავა ქვეყანაში და მიიღეთ თუ ამას გეტყვიან ჯერ შემქმნელის მე თვითონ მოქმედების და მე ვინც ხალხს აძალებს ამის მიიღესო ყველას დედა მოუტყან ერთიანად რა აი ამაშია საქმე ამიტომ არის შვენიერი და ლამაზი საყურებელი
აბა თქვენიც ასე გააგრძელეთ, არ მოუკლოთ. გვალეშიკოთ, იცოდეთ. და აბა თქვენიც შიგ უკნიდან ევროპაში ეს არის სუფთა შიგ ევროპული წესი, ისე რომ იცოდეთ, რომ მოსამართლეებს უნდა მიუვარდეთ და რო არ მოგეწონებათ ვერდიქტი, უნდა ლანძღოთ და აგინოთ. წესი და რიგით მოსამართლის უფლებები და მოსამართლის პერსონა ისე არის დაცული საქართველოში, თუნდაც კანონის დონეზე, ყველა ვინც იმას აკეთებდა იქ, ხო? ყველა ციხეშია ჩასაყრილი და ნახავ ერთი თუჯაყლიან ციხეში. თუ არა და აბა თქვენიცით. კოცებო, მალე შეიძლება მოსამართლეებიც აღარ გამოგადგენ, იმიტომ ძალიან ძნელი ასატანია ეს ყველაფერი. დროებით